1995 წელს ერევანში სამվել კარაპეტიანის მიერ გამოცემულ რუკაცნობარს სომხური ეკლესიების საქართველოში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ბონდო არველაძემ 1996 წელს გამოცემულ წიგნში სომხური თუ ქართული ეკლესიების საქართველოში გასცა პასუხი. წიგნი გამოიცა როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე. ჩემს წიგნში კარგად ჩანს, რომ ჩამონათვალისიდან 70-80% ქართული ტაძრები სომხურად არის წარმოდგენილი. აღნიშნა ჩვენთან საუბრისას armenologმა ბონდო არველაძემ. დაფიქსირებული აქვს, რომ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ზუგდიდში იყო სომხური ეკლესია. მე თავის დროზე მან ცოტა შემომიმას დავინტერესდი ახლა და გავყევი, მივყევი. და გამოვიძიე საარქივო მასალების მე ჩავედი ზუგდიდში ის არის რა ქვია არქივი, მშვენიერი არქივი, აქ მომეხმარნენ კიდე ეგ თვითონ. მე რაც თავარია მეფის რუსეთის დროს გამოდიოდა კამერალური აღწერები გამოდიოდა ხალხის, სადაც მითითებული იყო ეროვნება, რელიგიური მსამშედოსმა. და ნახე ეს ჩავიხედე ახლა ეს 1870-იან წლებში ზუგდიდში თუ არის დაფიქსირებული ვინმე სომეხი ამ რაღაც. მე ნახე 1-2 სომეხია და ახლა 2 სომეხი ეკლესიას არ აშენდებოდა. ყოველს წარმოუდგენელია. რომ ეს ეკლესია ორი ოჯახი ყოფილა. სომხებს თვითონ ოჯახში ჰქონდათ კუთხე, სადაც ლოცულობდნენ რაღაც, ეს უკვე ის აღარ არის. ეკლესიას ვერ იწვევს. ეკლესია არ ერქმის ამას, არც საეკლესიო ნაგებობა. ეს არა, ეკლესიას ვერ იტყვი. ამიტომ გაირკვა რომ ამ დროს ზუგდიდში სომხური ეკლესია არ არსებობდა. სომხები ცხოვრობდნენ იმაში ზუგდიდთან რუხის ციხესთან, მაგრამ ევათაც იმას დიდხან არ გაჩერდნენ, მიატოვეს და წავიდნენ უკან დაბრუნდნენ საჩხერეში და ეხლა იქ ამიხსნეს მითხრეს რომ ვიყავი მითხრეს ზუგდიდელმა მეცნიერებმა რომ ეს რა იმ ადგილს ეხლა ეძახიან ნასომხს კი ნასომხს ეძახიან მაგრამ სად ის რუხის ციხე და სად ზუგდიდი. აქედან გამომდინარე ზემო აღნიშნულ სიაში ბევრ ცდომილებას ვაწყდებით. ასე მაგალითად კუმურდოს მე-10 საუკუნის ქართული საეპისკოპოსო კათედრალი, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მშვენება დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფის ლეონის დროს აშენდა იოანე ეპისკოპოსის თაოსნობით. იგი მდიდარია ქართული ეპიგრაფიკით. საվել კარაპეტიანმა ყოველგვარი წყაროს დამოწმების გარეშე ქართული საეპისკოპოსო ტაძარი კუმურდო სომხურად გამოაცხადა. მისი აშენების ინიციატორი ტომით ქართველი და სარწმუნოები დიოფიზიტი იოანე ეპისკოპოსი სომეხ ჰოვხანეს ეპისკოპოსად აქცია, ხოლო კუმურდოს მაცხოვრის ტაძარი სომეხი წმინდანის სუბ ჰამბაძმის სახელობის ტაძრად გადანათლა. ჩამონათვალ სიაში ხვდებით ასევე ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანის წმინდა გიორგის ეკლესიას. მე-16-მე-17 საუკუნეებით დათარიღებულს. საქართველოს ეკლესიის კუთვნილ ამ წმინდა ქართულ ტაძარს სომხები ეცილებოდნენ რატევაში მცხოვრებ ქართველებს. ამ მტკიცებულებას ვრცლად გავეცნობით წმინდა პოლიევქტოს კარბელაშვილის კათოლიკოსნი და მღვდელმთავარნი 2011 წლის მეორე გამოცემაში. მე-18 საუკუნით დათარიღებული თელეთის წმინდა გიორგის ეკლესიის კედელში ჩადგმულია სომხურ წარწერიანი ქვა. თვით პროფესორმა მელიქსეთ ბეგმა დაამტკიცა, რომ ეს ქვა გვიან არის ჩადგმული ეკლესიის დაძველების მიზნით. ამ ინფორმაციას გავეცნობით სომხური სიძველენი თბილისის ახლო მიდამოებში, გამოცემული 1922 წელს. ეს ეკლესია სომხებმა აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აუხრების შემდეგ იგდეს ხელთ. თელეთის ტაძარი თავის ჭეშმარიტ ისტორიულ პატრონს, საქართველოს ეკლესიას, ქართველი სასულიერო მოღვაწის, გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გერმოგენის დიდი ძალისხმევი დაუბრუნდა. ეპისკოპოს ვაზგენ მიზარხანიანის სია სომხური სამოციქულო ტაძრების საქართველოში გადაეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ხარიბაშვილს. ჩამონათვალ ტაძრებსთან არ ახლავს არც აგების თარიღები, არც ქტიტორთა სახელები და არც სხვა რაიმე ცნობა და ნებართვა მათი წარმომავლობის შესახებ. არ არის შესწავლილი ეროვნული არქივი, შეტანილია მხოლოდ ეკლესიების მისამართი.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ქართული კალკედონიკური ეკლესია მდებარეობს თბილისში ვერცხლის ქუჩაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვახუშტის, პლატონ იოსელიანის, ჭიჭინაძის და სომეხის სასულიერო პირის გიუდ აღაიანცის ცნობით, ადრე სურფშანის ადგილზე იყო წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ქართული კალკედონიკური ეკლესია, მაგრამ მოგვიანებით 1703 წელს აღმოჩნდა სომეხთა ხელში და მას უწოდეს სომხური სახელი სურფშანი, წმინდა ჯვარი. მიუხედავად გადაკეთებისა, მაშინ მაინც არის შემორჩენილი ძველი ქართული არქიტექტურის კვალი. კარაპეტიანის რუკას ცნობარში რამდენიმე ეკლესია, რომელიც იყო ქართული, მაგალითად სურფშანის ეკლესია. მას ადრე საცავი იყო საჯარო ბიბლიოთეკის, მერე ის დაიწვა. აი ეს ეკლესია იყო ქართველების ეკლესია. აი ამ ეკლესიას, ახლა სურფშანის ეკლესიას შეტანილი არის როგორც კარაპეტიანის, ისე მირზახანიანის იმ სიაში. ითხოვენ დაბრუნებას. დაბრუნებას კი არ მიღებას, გადაცემას. 1801 წლამდე არსებული თბილისში არსებული ეკლესიების შესახებ 1801 წელს, ესე იგი მეფის რუსეთმა რომ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. არსებული თბილისში, ამჟამად თბილისზე ვიტყვი, თბილისში არსებული ეკლესიების შესახებ არ არსებობს სიგელი, რომ ამ ეკლესიების აშენების ქართველი მეფის სიგელი ნებართვა რაღაცა ის არ შეიძლებოდა. ქალაქში საჭიროს ეკლესია შენდებოდეს ქართული იყო, ჩვენ ახლა სომხური ეკლესიას გულისხმობთ, ქართველი მეფის გარეშე იქ აშენება არ შეიძლებოდა. ეგ შეიძლებოდა ისე მემამულეებს რო ქონდათ, თანად მამულში ააშენებდნენ ეკლესიას და აკურთხებდნენ და ეს იმათ საქმე იყო, მაგრამ ქალაქ ადგილას არ შეიძლება, ქალაქში, თბილისში, გრემში, სიღნაღში და ესეთ ქალაქებში არსად საარქივო მასალებში ვერ ვნახე ქართველი მეფის სიგელი ნებართვა, რომ ამ ეკლესიის ისე სომხური ეკლესიის გაცემული არის იმაზე. თბილისის 40 სებასტიანელ მოწამეთა ეკლესია მეხუთე საუკუნით თარიღდება. მას ციხის მცირე ეკლესიასაც უწოდებენ. იგი წმინდა მეფის ვახტანგ დიდი გორგასლის დროს აშენდა, ასე რომ იგი თავიდანვე ქართული საკულტო ნაგებობა გახლდათ. 1925 წელს ტაძარი ბოლშევიკებმა დაანგრიეს. რამდენიმე წლის შემდეგ მის ადგილას კვლავ აშენდა ტიპიურ ქართული არქიტექტურის ტაძარი, რომელიც დღემდე მოქმედებს. ეს ეკლესია 40 წამობილთა ეკლესია, სომხებმა გამოაცხადეს თავისას და გადაარქვეს სახელი და უწოდეს მთავარანგელოზის ეკლესია. სომხური მთავარანგელოზი. ეს მოგვიანებით მოხდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი კარგი საბუთი. თქვენ გეხსენებათ აბოტფილელის წამება. იონე საბანისის აბოტფილელის წამება. ის იონე საბანისის ერთსო ციხიდან როდესაც გამოიყვანეს აბო ჯალათებო ეკლესიის წინ მოკვეცეს თავიო. და მე იმის ნაწილები წაიღეს და გადაყარეს. ეს ეკლესია იყო 40 წამობილთა ეკლესია და იონე საბანიზე აი ცნობილი არის რომ რეალისტი იყო, ნატურალურად წერდა. ეს ეკლესია 40 წამობილთა ეკლესია რომ სომხური ყოფილა გრიგორიანული უეჭველად აღნიშნავდა. ვინაიდან ეს იყო ქართული მართლმადიდებლობა, ამიტომ აღარ გაუსვა ხაზი. ისე არაბი ჯარათისათვის სულ ერთი იყო, რომელი ეკლესიის წინათ მოაჭრიდა თავს აბოს. მაგრამ ეკლესია იყო მართლმადიდებლური ეკლესია იყო და ამიტომ არ გაუსვა ხაზი ავტორმა იონე საბანისზე. ეს ერთ-ერთი ფაქტია იმისა, ეს იყო ქართული ეკლესია ჯერ კიდე მე საუკუნეში. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა მან და იქ ქართული წარწერები აღმოჩნდა. ქართული წარწერები, ქართული ჯვარი და სხვა რაღაცები. ესე იგი ეს ქართული გარემოძიება ქართულ გარემოში იყო აშენებული. ნარიყალას ციხის უკან ზევით არის კლდის უბნის ეკლესია. კლდის უბნის ეკლესია. წმინდა გიორგის სახელობის და მე-17-18 საუკუნის ეკლესია არის. მაგას სომხები მაგას ეძახიან ქარაფის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესიას ეძახდნენ მაგას. ეხლა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა იქ ქართული ისა რა ქვია სამარხები ქართული ეხლა ჩატარდა და ქართული იმაზე დაშენებული რა ეკლესიაზე და თვითონ 1735 წლის ვახუშტის რუკაზე ეს ეკლესია აღნიშნული არის როგორც ქართული ეკლესია. სომხურ ეკლესიებს
სამრეკლო აქვს თვითონ ეკლესიაში ჩადგმული. ქართული ეკლესიის გარეთ აქვს. ვახუშის რუკაზე აშკარად ჩანს, რომ ამ ეკლესიის სამრეკლო არის მოშორებით. ესე იგი ქართულების მანიშნებელი არის. ამ ეკლესიას იქიდან ეძახდნენ თბილისში, ძველ თბილისში ეძახდნენ ხიხოს ეკლესიას. ხიხოს ეკლესიას ეძახდნენ ძველ თბილისში ესეთი სახელწოდება იყო. ეს რა თქმა უნდა, მე ამ დავინტერესდა ამ სახელწოდებით. ხო და ხიხო თქვენი ცნობილია, მე სომხური იმაში ჩავხედე ლექსიკონებში, მაინტერესებდა იქ რას ნიშნავდა. იქ ვერაფერს ვერ იმან, მე ვიღაცებს ვკითხეს რომ და არაფერს არ ნიშნავს ეს. ეს არის შუქთა ქართული სიტყვა, ქართული სახელი. ხიხოს იცით რომ ისაც ეძახდნენ. მე-19 საუკუნეში ვიზიც დასავლეთ საქართველოს რო ჩამოდია და სამუშაოდ თავმათი მეტყველების გამო თავის მოგე ხიხო ეძახდნენ ძველი თბილისელები და ძველი თბილისელი ქართველების დღეს გადავიდა და სომხებმაც უწოდეს ხიხოს ეკლესია. ხო და რატომ მაინც ამ ეკლესიას უწოდეს ხიხოს ეკლესია? რა შეერქვა? იმიტომ რომ 1795 წლის ომის შემდეგ მეფის სასახლე დაინგრა და მეფის სასახლე გადავიდა იქ ახლოს. ახლოს მიდამოებში ეს აღნიშნული არის რუსულ რუკაზეს მეფის სასახლე. ხო და ამ მეფის გარშემო ქართველებმა მოეყარეს საერთოდ ჩამოშვა მეფის სასახლის გარშემო ახლო ბაღები იყო და მოიყარე მუშებად იყო რაღაცა და ნუ ბუნებრივია ახლა სალოცავი როცა ჩამოვიდა ლოცვა მოუნდებოდ იქ ეკლესია იყო და დაიწყო იქ სიარული უმეტესობა დადიოდნენ ეს ხიხოს ეკლესია შეერქვა. ეს არის სუფთა ქართული ეკლესია, მაგრამ ამაზე კარაპეტიანიცა და თავს იკლავს, რომ ეს მაინც არის სომხური ეკლესიაო. და ასე შეტანილი არის მერზახანიანის გადასაცემი ეკლესიის სიაში არის ერთი ამით შეტანილი. ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის აგებაც წმინდა ვახტანგ დიდი გორგასლის სახელს უკავშირდება. იგი მე-5 საუკუნით თარიღდება. მოგვიანებით მოხვდა სომეხთა ხელში. ხოლო 1990-93 წლებში დაუბრუნდა კანონიერ პატრონს ქართველ ხალხს. იგი არ გაქართულებულა, თავიდანვე საქართველოს ეკლესიის კუთვნილებას წარმოადგენდა, რასაც არ ეთანხმებიან კარაპეტიანი, მიზარხანიანი და სხვანი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მწერლები და მეცნიერები ათეული წლების განმავლობაში უპასუხოდ არ ტოვებდნენ მათ უსაფუძვლო პრეტენზიებს და მეცნიერული ეთიკის დაცვით ამხელდნენ იმ სომეხ მეცნიერებს, რომელნიც შეგნებულად აყალბებდნენ საქართველოს ისტორიას და ქართულ ეკლესია-მონასტრებს სომხურად აცხადებდნენ. ამ საქმეში განუზომელი წვლილი შეიტანეს ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა, მიხეილ თამარაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, პავლე ინგოროგვამ, აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ, პროფესორმა ილია აბულაძემ, აკადემიკოსმა მარია ლორთქიფანიძემ, როინ მეტრეველმა, დავით მუსხელიშვილმა, ზაზა ალექსიძემ და სხვებმა. ამგვარად სომხური მხარის მიერ წამოყენებული პრეტენზიები, რაც ქართული ეკლესიების მითვისებას ისახავს მიზნად, საფუძველს მოკლებულია.